დამკვრელები ვაგზელებთ საქართველოში მოგზაურობას და შემდეგი გაჩერება არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხე თუშეთი. მართლა ასეთი საჯიშია თუშეთის გზა. თუ უბრალოდ ლეგენდებია. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, სადაც ცივილიზაცია ითიშება და ნამდვილი თავგადასავალი იწყება. რა ჯდება სინამდვილეში თუშეთში ამოსვლა, საწვავი, ტრანსპორტი და დაბინავება და ღირს თუ არა ეს ყველაფერი იმად, რასაც აქ ნახავთ. ამ ვიდეოში გაჩვენებთ რეალურ თუშეთს, თავისი რისკებით, ფასებით და სილამაზით, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო. საბურავის შვების პროცესი მიმდინარეობს შემოძმებო. უშევ საბურავებს იმისთვის რომ სადმე შემთხვევით არ გავჭრათ საბურავები. დევერიეთ სიმონ მოტოციკლეტისტები ოფროადერები. რა ვქნათ აბა ინდურო არავინ გვათხოვა და არავინ კომპანია არ გამოიძებნა რომ სამ მოტოციკლეტი ეთხოვებია ჩვენთვის და სააში მოტოციკლეტებით ამოსულიყავით. თითქმის თქვენ მოტოციკლეტის კომპანიებო. მოგეჭრათ თავი. რას ვაკეთებთ ახლა? ნახავთ გზას, როგორი გზა, მართლასაშიშია თუ არა. ნახავთ ფული რამდენი გვინდა რომ თუშეთში ავიდეთ და საინტერესო ადგილებსაც დავათვალიერებთ. წავედით, საბურავები დაშვებულია და ოფროადერები ჩვენთან ერთად არიან, ასე რომ არაფერს არ გვეშინიათ. აჩუ. ესეთი გზა საქართველოში არ არსებობს. წყალმა ამიწია ერთი აწევა, მაგრამ ჩავაწევინეცი. წყალმა და საბამწდევა, საბა ერთი ორჯერ კი გადაგვიხდა მანქანიდან, მაგრამ მაინც პარად ზის მოჭიდებულია. მოვედით თავშეყრის ადგილას, აქ ვიცით რომ არის დაჯის კაფე, ცნობილი ყველასთვის და მეცა გავჩერდებით, აი გასაჩერებელი კი არის, ჯანღიც მოვადგა მთასა და წამოყრებით მეგობრებო, აბა ნახოთ ჩვენები როგორ გაერთნენ გზაში. ერთ-ერთი დამკვრელი აპირებდა გზაში მანქანიდან გადმოხტომას 1-2 ლადოს წყალმა უწია მანქანაზე და საბას წნევა მოუწია და თქვენთან რა სიტუაცია იყო გზაში? წყალი და წნევა ფეჩი და ვარდება მარტივად. ჩვენთან მშვიდობაა. მშვიდო, არავინ არ აპირებდა გეგმიურად გადაყოლოს. კი, შევეჩვიეთ გზასაც, მტვერსაც. ყველაფერს კონდიციონერს არ ვთავთ შეგნებულად დავიფიცეთ რომ ამოდიოდით და ამიტომ ესე მოდივართ რა. გილოცავთ ადამიანებო, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ეკრანებიდან თქვენ 64-ში მოხდით ნამდვილად. მე ხარ რიგში, მე 5. ხოთაი. მადლობა მოთმინების. და რაღაცა ისეთი მუსიკა უნდა ჩაერთოს ახლა. დი 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 ლო სამშვიდირო და საინტერესო. სანამ ბიჭები დაჯის კაფესთან რიგში იდგნენ, მე ამ დროს ლამაზ კადრებს ვიღებდი და მთავარი გამოვტოვე. საბა სანამ შენ წახვედი ძმაო. სახიო. სანამ შენ წახვედი. ჩვენ გავიცანით კიდევაც, ველაპარაკეთ კიდევაც. იცნეს კიდევაც და მთელი ამბები ჩავატარეთ აქ და სიმღერეს პონტის პონტია და შენი არის და სხვა სუღე ტრაქში. დაჯი ხო პირდაპირ ჩვენებური ტყვილი და ყავა და ეგეთები ჩვენ არ გვინდა. რა შეიძლება გვირჩიო ისეთი რომ აი აქ რომ ამოვედით რომ გავსინდო. ჩემთან? ხო. კოტორიც ძალიან გემრიელი, ლობიანიც ძალიან გემრიელი, მოხდა კარტოფილის მოზაი ძალიან გემრიელი. კოტორი. სხვადასხვა გუშინ მყავდნენ რეტრელები და შევწყვით ლობიანშიო ეს. მართლა? ის უნდა გასინჯა დავუცე. მაგარი ვიდეო გადავიღე შენ იმაზე. შენ სიმღერაზე. ყველანაირ უფლებას გაძლევ, სადაც გინდა როგორც გინდა გამოიყენო ნებისმიერ ჩემი სიმღერა. მაინც სიმღერა. მართალი, აი. ერთი შეხედვით უბრალო სტუმრობა დაჯისთან, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა იქ მყოფისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. საბას მესამე ხმა რომ მოგცი არ გინდა? და უშენო და ოცელავა ნაღოლია. Like чисто ропები ლექსება და მოჟონა
წუწუთავს გაყოლებენ ვაჟები აოდრიას კალები ჩუმჩუმა და ქოქოლაზე აღრია წუწუთავს გაყოლებენ კალები აოდრიას კალები ჩუმჩუმა და ქოქოლაზე აღრია შემოგვიერთდი ახლა. აიღა დაჯი. ეხლა რამე ერთადაც არ რა ვიცი. იქ სადაც გაზაფხული ივნისში იწყება იქ სადაც საჯიხვებს თოვლი არ სილდება იქ სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება იქ სადაც სუში კაცის წარსული იწყება აშლილან ჯანღები ცოდვიან ხევიდან გამოჩნდა ლამაზად იალაღად იალი მივოდი ვარ მივყვები ამ ლამაზ სამოთხეს ფიქრი არ მშორდება მიშენაზე დიალი ბრავო, დავასხათ რა. დალე. რამე სველი დას. დალე. ის ჩვენი ბომბი გვაქვს და. აი რატომ დაგეძე? ვერისთვის დავიარები. ან რატომ ვენადრება ჭირიმე? შენი შავი თვალები მე მიყურე მხოლოდ მე მაგმარე რაც მაწვალე ჩემო სულის გოგორო ჭირიმე შენს თვალებს ვენაცვალე ავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე რომ მითხარი მოვალო ჭირიმე რატომ დაიგავიანე როგორც ყოველთვის რო ჩამოვდივართ ხოლმე მე დოდიში და აღარავის ტრაკი აღარა აქვს გადაღების არაფრის და მაგრამ აი ეგრევე გავიცეთ ბავშვებივით ეხლა რაღაც თვალი გავახილეთ თუ არა ეგრევე აღმოჩნდით რაღაც მისტიურ ტყეში, სადაც მომზადებულია ბუხარი, თევზი შიშხინებს, ღორის ხოცი რა თქმა უნდა არ არის. ძროხა ბოჩოლა რამე და ჩენი ყველა აქ არის, ყველაფერი აქ შეიძლება დღეს რა ბიჭები ხოთზე ვარ. დამწვარი და დაშაშრული ხელებით ჩამოვიტანა მე მთებიდან ყვავილებს მოვალ შენთან ერთი რამის ვედრებით მე მიჯერე არა მარწს და აპრილებს ამ გულიდან დაითვალე ფეთქვები ნახე ფურცელს ლექსა და როგორ დააჩნდეს იქნებ მიხვდე მაგრამ რაღაც ვერ ხვდები რომ შენია ქვეყანა და რაც კი გამაჩნდეს მე ჩემს მთებში ჩემს კლდეებთან დავსახოთ ვერ ციფიქრებ ამისეთი რამეა ყველაფერს ვწერდი და ვქარგავია ხები მიჩმობენ და ღამეა Partis național pangerebta Rubel Euro gavichedo gareta chiuchebi mitga sapli arba bezmao Zoi khedi aketa aragi kobokorovs da amaqovs qaldi zirrebs Rasen chagiga Daila თვითონ რატო თამაგობს და თვითონ ვარ ვასკლავების მჭედერნი აბანა ნახაც ჯიფიტავს დაულებს რაგამოლეს ბევრია პახომელია შატენდა ჯიფის ინგას გვავში ხარი და ბებია პირს მოვიბად წვიმას გვისხავს გრუბელი ატე ძმებო თითო კიდე დაულიოთ არაყია ისევ ჩვენი მყურნალი აი დალალები ფიქრა და არც კი გაივლო წამოანდაც შევაღონოთ თბილისი გამე ქუჩებს შევაჩვიოთ ღრიალი ორაუნდნენ მეორე დღეს ვინიცის რა გამოდგნენ ოხესო ხერპიანნი თუ იწვიმებს ციდან სივრცე დაუბზარებ და თუ ელავს მაგრამ თებში ძეობენ ჯუ
Galaxy, ცა ელავს და ზანზარებს, ესე იგი თათუშეთში ხარ. თუმცა მოვიგლეჯ ზექამ საკუთარ და შენ ჩაგიდგა აიალი აი ხა დამეწყო პოეზია. აი ხა მოვიდა მაგარი სუდათავა, მაითამე გადაგიგე შეჩება და შეთქინში. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით თუშეთში, კონკრეტულად ომალოში ვართ, სასტუმრო ნაბადი, დაობინავდით მოკლედ და ეხლა ისეთი რაღაცა ვნახეთ, რომ ალბათ ჩემ მთელ ცხოვრებაში არ დამოვიწყდება რა. არ ვიცი, ბევრი ხედი მაქვს ნანახი, ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, მაგრამ არ ვიცი რა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ, მეცაც გეტყვით, კამერა ვერ აღიქვამს ნამდვილად იმ კადრებს, რასაც თვალით ხედავ რა. წამო. Cadicrole ძლიერა ბევრია ვინ ჩემზე უკეთ ვინც გვხვდებოდა გზად და ვეუბნებოდით რომ სამივე მეც ლადოს და თორვაც პირველად მივდივართ თუშეთში, ყველა წინასწარ გვილოცავდა იმას რომ გილოცავთ რომ თუშეთი უნდა ნახოთ. არა შემიყვარო არა შემიყვარო აბა ვიდრა ეს კესელოს ციხეა, ომალოს თავზე. დაახლოებით 2100 მეტრ სიმაღლეზე. ციხე მე-18 საუკუნეში თავდაცვისთვის გამოიყენებოდა. აქ საფრთხის დროს ადგილობრივები თავს აფარებდნენ და მტერს კოშკებიდან იგერიებდნენ. თავდაპირველად 12 კოშკი ყოფილა. დღეს კი მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი. ელდება მეგობრებო საოცარი მოგზაურობა, მოკლედ წუხელ ჩამოვედით თუშეთში. ეხლა ვიმყოფებით სოფელ ომალოში, კესელოს ციხეზე ვართ ამოსულები და უბრალოდ შეხედეთ ირგვლივ რა მხილად სილამაზეა. კესელოს ციხე მოვინახულეთ და ახლა ომალოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გადასახედზე მივდივართ. ვნახოთ, რას გვაჩვენებს თუშეთის მთები აქედან. აგი არ არის პირაქეთა პირიქით და თუშეთი. წავა თუშებს მოკითხვა. გადმოსახედზე ვართ სასწაულზე და ამოსასვლელი იყო კოშმარი. ლადო არ არის ახლა ჩვენთან ერთად და თუ რამის გამო უნდა ინანოს ერთ-ერთი ისიც არის რომ მაგ დროს საჭესთან არის და იქ ექსტრემი რო ვერ შეიგრძნო. ამის გაჩერებული მანქანა და მაინც რო ამოვედით რა. გადასახედი ნამდვილად ღირდა. აქედან თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. ახლა კი ომალოდან პირდაპირ დართლოსკენ მივემართებით. დართლოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ლამაზი სანახაობა შეგხვდა. მაგრამ მანქანამ, რომელიც ხევში იყო გადავარდნილი, ყველაფერი შეცვალა. მანქანა არის გადავარდნილი. არ ვიცი, ოდის მოხდა. ჯიპი რაღაცა. ამ საზარელმა სურათმა ჩვენში შიში გააღვიძა და წამიერად დაგვადუმა. ამ გზებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მთაში სილამაზე და საფრთხე ერთმანეთისგან სულ რამოდენიმე ნაბიჯით შეიძლება იყოს დაშორებული. თვალწინ ისეთი ხედებია, რომ გინდა გაჩერდი, უყურო და ყველაფერი შეიგრძნო. მაგრამ ამ გზებზე ერთი წამით გაფანტული ყურადღება შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს. მთები ლამაზია, თუმცა მათთან ხუმრობა არ შეიძლება. დართლო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი სოფელია, რომელიც თავისი ქვის სახლებით, კოშკებითა და უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. წინ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ადგილი გველოდება. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ჩემ გაოცებას საზღვარი არ აქვს. დართლოში ვართ და ახლა ვართ ადგილზე, რაც აი სასამართლო ისტორიები ხო არის, აქ რომის სამართალია, იქ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და
ერთ-ერთი პირველი საწყისი სასამართლოსი, სადაც ნამდვილად უნიკალური სასამართლო, სადაც სოფელი ირჩევდა მოსამართლეს, აქ 12 ადამიანი იყო, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებაში მონაწილეობას იღებდა, შეშედებოდნენ მოსარჩელე და ბრალდებული, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ენაზე. და საბოლოო ჯამში თუ აქ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოვიდოდა, ჩემს პირდაპირ ეხლა და კამერაში გაჩვენებთ, არის ეკლესია, სადაც ხატზე უნდა დაიფიცეთ მერე, ან წინაპრის საფლავზე. მოკლედ ესეთი უნიკალური ქვეყანა გვაქვს, ესეთი უნიკალური წესები გვაქვს და რომის სამართლამდე ეს აუცილებლად იქნებოდა დარწმუნებული. მანამდე მოყოლებული. ზოგადად თუშეთში სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი არ გამოჰქონდა. ყველაზე მძიმე სასჯელად ითვლებოდა სოფლიდან და თემიდან განკვეთა. თუმცა განკვეთილს რამოდენიმე წლის შემდეგ უფლება ჰქონდა სოფლისთვის დაბრუნების თხოვნით მიემართა. აღსანიშნავია, რომ მე-18 საუკუნეში 10 წლის მანძილზე დართლოს საბჭეოს ქალი ხელმძღვანელობდა. აქედან ძალიან კარგად ჩანს ყვავლო, სადაც ძალიან შევთხოვით, აქ ტელეფონი იშვიათად იჭერს და დავიჭირეთ ტელეფონით და ჩემი სტორები ნახეს ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ძმაკაცებმა და ოჯახებით არიან ამოსულები და სულ რაღაც 9 საათის გზა გვაშორებს და ეხლა ავიდეთ ბიჭებთან, ბიჭები ვნახოთ, ჩავწეროთ მათი ემოციებიც გავიგოთ და იქედან კიდე გადმოვხედოთ ამ ულამაზეს ხედს რა, სასწაული ქვეყანა გვაქვს. ყვავლო დღეს თითქოს მიტოვებულ სოფელს გავს, მაგრამ ოდესღაც აქ 40-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. აქაურ ქვის კოშკებს კი მხოლოდ სილამაზისთვის არ აშენებდნენ. ისინი ერთდროულად სახლიც იყო და ციხესიმაგრეც. დღეს ყვავლოში მხოლოდ ძველი კედლები და ისტორია გვხვდება. თითქოს სოფელმა თავისი ხალხი დაკარგა, მაგრამ თავისი ამბავი ვერა. რა ხალხი. დაზია თუშეთი დალა შარაბა თუშური კევჩა გარეხილი ჭედილა სანთლი ჩულგადაკსუ ჭიხის კეთცივი მუდისმა ცასხოზა შიშხინი წადისა არამოზე არცეკავებული თითე ბითუში ქალისა არამოზე არცეკავებული თითე ბითუში ქალისა მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ვართ ეხლა ჯიხვების გადმოსახედიოთ. შურთხებისოთ, ლამებისო და მეტი რა გითხრათ, აი ეს ლამაზე რაც არის, ეს არის. ამოდით თუშეთში ჩავდით. რა გინდათ ქალაქში რა გხრუკავთ. დღეს ჩვენი მოგზაურობის კიდევ ერთი დღე დასრულდა. თუშეთის გზებმა, მთებმა და ამ პატარა მივიწყებულმა სოფლებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენი ისტორია იმალება აქაურობის მიღმა. დავიღალეთ, მაგრამ ასეთი დღეების ბოლოს დაღლილობა ნამდვილად ღირს. ხვალ კი ამ თავგადასავალს ისევ გავაგრძელებთ. ამ ყველაფრის თქვენამდე მოსატანად საკმაოდ ბევრი დრო, გზა და ენერგია გვჭირდება. ამიტომ თუ ჩვენი თავგადასავალი მოგწონთ, თქვენი ერთი კომენტარი და გამოწერა ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია. ამიტომ გამოიწერეთ ამ კროლების გვერდი, რომ უფრო მეტი ადგილი გაჩვენოთ. ესე იგი, წინა კადრებში თუ დაგაკლდით თვალში მაპატიეთ რა ცოტა ასვა მივიღავი, აინა. ერთ წამოღები ბიჭებს ერთად. ეხლა მივდივართ ბოჭორნაში, ამბობენ რომ ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია და მე როგორც სვანმა კაცმა ვიცი რომ უშკული არის ეგეთი, მაგრამ ევროპაშიო თან, ხო და არაფერი არ თქვი, მეთქი ცუდად არ გამიგონი რა, ხოვაზე ხარ მეთქი სვანი ბლატაობს რაღაც ამ თუშეთში. ხავალ და ვნახავთ მოკლედ, სადა ისე რომელი არის ყველაზე მაღალი დასახლებული თუ დაუსახლებელი თქვეს არ ვიცი რა, ბოჭორნა თუ უშკული ეგ დაგვიწერეთ თქვენ რა, ან არ დაგვიწეროთ ეგეც არ ვიცი. გეჩეთულია, მე მივფრინა ვიტოქში აგე. სად გავართ რა. დედა არწივი დასტრიალებს შენ დროს იმო. ესე იგი გავარკვიეთ, გადადგინდა რომ
ეს ყოფილა ყველაზე მაღალი რა, უშქულზე 145 მეტრით მაღლა არის დასახლებული პუნქტი. ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ყოფილა თუშეთში, სოფელი ბოჭორნა 2345 მეტრზე. უშქული ყოფილა 2100-2200 მეტრიო რა, როგორც მითხრა. გადმოსულა ვიღაცა ექიმი კაცი ცხოვრობს, რომელიც უკვე მაგ ამბავს, რომ ეს არის ყველაზე მაღალი დასახლებულ პუნქტი, ამტკიცებს, ასე რომ მაგარია, ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში ვართ. ბოჭორნამ ჩვენზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა ეს სიმაღლე ჩვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და გავაგრძელეთ გზა უფრო მაღლა, ცისკენ. თუშეთ თუ წავ, როიცოდ ბევრ მაქვს საბარებელა. მოკითხებ მაქვს და საფანდგინ ცით წასაღებელა. ყურიღუ გდით სამყევის, ვინით წაღლებ ხეფენაი. ხისოს შესავალაში ყევებ გარეო მღერენან. ზაფხულ მოსრულ, სალკდებ, ცას ჯანღის ფრად ღებენაი. ანჩემ ბერდედის ჭერხოს ვალღებ, შიქშის ცემენაი. გინდ საჯარეს ბჟუტავ ცეცხლს, სულ სამ გარეო ხბერვენაი. დართლო სათიბებ ღნახით კვერებს აღარ ხვერვენაი. ხოიც ყველა სულ მიწუხს, განამ რა იბედენაი. ნანდობ თაღთვალე ჭირი ცხადება სამხვედვენაი. თუშეთ თუ წავ, როიცოდ მაგ წასაღებ. ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ესეთი მაგარი ადგილი მე ჯერ ამყოფი არ ვარ რა. ეს სალოცავია როგორც გითხრეს და ალბათ აქ ჩურჩულით ელაპარაკები ღმერთს პირდაპირ რა, ესე ახლოს ხარ ღმერთს. მაგრამ ისე ჟანგბადი ჭირს აშკარად. ის არის რა ქვია. ბრუციანობ ცოტას. მე არ ვიყავი ხო და კაკრას მაჩვენე? ეგ ნამყოფი ვარ ძმა, ხო? აი ეს მდინარე ჩამოდის ზუსტად დართლში რა. ეხლა ეს სოფელი ერთ პირდაპირ. მდინარე არ ჩანს. დართლ ზევით რო არის. ყვავლო. ყვავლო, ხო, ეგ არის. ეს არის ყვავლო. გადავიდით. კი, ეგ არის ყვავლო. და ყვავლოს ქვევით არის დართლი, ხო, ეს გორა კი ეფარება. ახლოს რომ მიხვიდე, ან იქ წარეკურსიდან შეიძლება დაინახო. შო, ნანახი მაგ. მეც ეგ ვთქვი, რა ხო ხარ? თუჯეთი ნანახი გეკან, გეკითხებიან. ყვავლო ნახე, კი, ნახე. იქით ბოჭოს ნახე, ბოჭორმაც ნახე. ერე რა გუშინ არ ვიყავი ძმა, ეგე დათვლო, ეგე ყვავლო, რომელი გაინტერესებს, ამითხარი, რომელი არა მაქვს რა ნახე. ყველაფერი აქ არის რა. თუშეთში რომ მოხვალ ადამიანი ერთ რაღაც სანახაობას ნახავ, მეორე უკეთესია, მესამე კიდევ უკეთესია და ესე არ ჩერდება მოკლედ რა და ამაში ვწმუნდები რომ საქართველო არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი რა და მადლობა ღმერთს აი ამ საჩუქრისთვის რა. მოკლედ აქ რო ამოხვალ ადამიანი, აქ შეგიძლია ნახო ისტორიული წარწერები, რომელიც არის ქვით ქვაზე ნაწერი 1940-იანი წლების რა და არ ვიცი ეს არის დალოცვილი მხარი და დალოცვილი ადგილია რა. დალოცოს საქართველო უფალმა. 2 დღე გავიდა, თითქოს რამდენიმე საათში. ვიარეთ მთის გზებზე, ნახეთ ადგილები, რომლებიც მხოლოდ ფოტოებში გქონდა ნანახი და იმდენი ემოცია დაგვიგროვდა, ალბათ დიდხანს გავყვება. ზოგჯერ გზა რთული იყო, ზოგჯერ საშიში, მაგრამ სწორედ ეს არის ასეთი მოგზაურობის ხიბლი. არ იცი შემდეგ მოსახვევში რა დაგხვდება. თუ ამ ყველაფერმა თქვენს გაგიჩინათ სურვილი ერთხელ მაინც ნახოთ ეს ადგილები, ჩვენი მისია შესრულებულია. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში სად წავიდეთ შემდეგ. ფინანსებზე მე ვთქვი რომ გეტყოდით და ესე იგი როგორ მოხდა. 3 კაცი 2 დღე სასტუმრო ნაბათში დაგვიჯდა 620 ლარი თავის საუზმით. შეეხება საწვავი ჩვენ დელიკით წამოვედით 50 ლიტრიანი აუზი აქვს და გავავსეთ 200 ლარის საწვავი ჩავიდა და ძალიან გაგვიმართლა რომ ბიჭებს ვისანთაც ვიყავით კიდე 20 ლიტრიანი საწვავი ქონდათ, თორე უკან ვერ ჩავიდეთ. არ დაუშვა ჩვენაირი შეცდომა და არ ამოხვიდეთ 2 დღით, იმიტომ რომ აი მინიმუმ 4-5 დღე საჭიროა იმისთვის რომ ყველა ლოკაცია, თითქმის ყველა ლოკაცია ნახოთ და დატკბეთ და ბოლომდე შეიგრძნოთ თუშეთის სილამაზე. არ არის მითი რომ ამბობენ რომ საშიში გზა, ნამდვილად საშიში გზა, ნამდვილად დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, მაგრამ არც ისეთი საშიში არ არის თუ ხიზელი და გამოცდილი მძღოლი იქნება,
საჭესთან რომ რაღაცა ისეთი მოხდეს, რომ აი არ არსებობს რა, ან ჩვეულებრივად შეგიძლიათ ამოყრეთ უბრალოდ კარგი მძღოლი და გამართული კარგი მძღოლი და გამართული მანქანა ნამდვილად რა და გამართული მძღოლიც საბოლოო ჯამში სადღაც დაგვიждდა სამკაც რომ დავამრგვალოთ ყველაფერი ალბათ ამ ორ დღეში 1000 ლარი რომელიც ნამდვილად ღირს აი ორი რო ყოფილიყო კი არა რას 2000 ლარიც ღირს თუშური ვოიაჟი ეხა უკვე ნამდვილად დასრულდა ისევ დაჯის კაფეში და აქედან უკვე დავეშვებით დაბლა რა დედაქალაქის მტვერს ხმაურს და სიგნალებს დაუბრუნდებით და სტანდარტულ ცხოვრებას გავაგრძელებთ რა ამ 64-ს კიდე აქ დავტოვებთ და აქ იქნება მოკლედ ვისაც გინდათ ჩამოსდო შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ნახოთ რა ხო ხმასაც აქ ვტოვებ შენალასანო იდეთ და კარგად იყავით წავით